წინააღმდეგობა არსებობდა ყველა დროს, მათ შორის საბჭოთა დროსაც და საბჭოთა დროსაც იყვნენ ფოტოგრაფები, რომლებიც თავისთვის წყნარად აკეთებდნენ ნამდვილ ფოტოგრაფიას, რომელიც რა თქმა უნდა გაზეთებში არ იბეჭდებოდა და ჟურნალებში არ იბეჭდებოდა, მაგრამ ეს კიდე კარგი აკეთებდნენ და ეს ფოტოგრაფია დარჩა. ერთ-ერთი ესეთი არის ჩვენთვის ძალიან ცნობილი დავით კაკაბაძე, რომელიც მხატვარი ძალიან ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხატვარი იყო. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი იყო ჩემთვის ქართველ მხატვრებს შორის. ის ისეთივე მაგარი ფოტოგრაფი იყო, როგორც მხატვარი. ისეთივე პროგრესული ფოტოგრაფი იყო, როგორც მხატვარი. მე მაგალითად შევადარებდი მას, ეგეთი მანრეი იყო მოდერნისტი ფოტოგრაფი პარიზში, სურეალისტი, ფანტასტიკური ფოტოგრაფი და ის ძალიან ცნობილი ფოტოგრაფია მთელ მსოფლიოში და მე ვფიქრობ, რომ კაკაბაძე არანაკლები ფოტოგრაფია, ვიდრე მანრეი. უბრალოდ მოხდა ის, რომ კაკაბაძე პარიზიდან წამოვიდა უკან, დაბრუნდა, მოხდა საბჭოთა კავშირში და აქ ის ყველანაირად ეცადნენ, რომ გაენადგურებინათ. ის გაათავისუფლეს აკადემიიდან და რეალურად ბევრი რამე აუკრძალეს, მაგრამ ის მაინც მუშაობდა და აკეთებდა თავის საქმეს.